თემა, რომელზეც პრემიერისა და პრეზიდენტის მოსაზრებები ნაწილობრივ დაემთხვა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ვეტოს დაძლევით დაამტკიცა, ახლა უკვე პრემიერმა დაიწუნა. საუბარია სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების შესახებ მორატორიუმის ამოქმედებაზე. პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ტევესამთან აცხადებს, რომ მორატორიუმი არ უქმდება. თუმცა დაჩქარდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწების გრძელვადიანი იჯარით გაცემის პროცესი. მისივე განცხადებით, ამან ხელი უნდა შეუწყოს ინვესტორების ქართული სასოფლო-სამეურნეო სფეროთი დაინტერესებას. არ იქნება პრივატიზება პრივატიზებისთვის ან იჯარით გაცემისთვის. ეს იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე და შესაბამისად აქ იქნება საკმაოდ ნათელი გამჭვირვალე წინასწარ ცნობილი პირობები, რომ რა ვალდებულებები უნდა აიღოს მოიჯარემ. არასამთავრობო ორგანიზაცია გამჭვირვალობა საქართველოში კი ახალ ხელისუფლებას კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ უცხოელებისათვის მიწებზე საკუთრების უფლების შეზღუდვა იგივეა, რაც შეიზღუდოს ეთნიკური ან რელიგიური უმცირესობების უფლებები. ამასთან ორგანიზაციის ანალიტიკოსის განცხადებით, მორატორიუმის დაწესებით ქვეყანა კარგავს საშუალებას უცხოური კაპიტალით განავითაროს სოფლის მეურნეობა და მოკლე პერიოდში ხშირი ცვლილებების გატარებით ბიზნესმენებს სტაბილურობის განცდას უკარგავს. საქართველოს განვითარებისთვის კარგია უცხოური ინვესტიციები, განსაკუთრებით ინვესტიციები სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით. ინვესტორები, რომლებიც ამ სფეროთ ინტერესდებიან, ხშირ შემთხვევაში ინვესტიციების განხორციელების გარდა ავითარებენ ისეთ ტექნოლოგიებს და ნერგავენ ისეთ ცოდნას ქართულ სოფლის მეურნეობაში, რომელიც ჯერ ქართველებისთვის ცნობილი არ არის. ამ ყველაფერს კი მიწებზე გამოცხადებული მორატორიუმი ხელს უშლის.